მოკლედ ახლა ისევ ნანუკა უნდა ჩავთოთ და გავიგოთ დეტალები თუ რა მოხდება თბილისი Open Air-ზე, რაც მე მგონი რომ ყველას გვაინტერესებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ნანუკა წივის. ოხ, როგორ მინდა მანდყოფ. დილამშვიდობის, კახა და აიმი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც ახლა ამ წამს შემოგვერთა, ჩვენ ვიმყოფებით ლისის ტბაზე, სადაც რამდენიმე საათში თბილისი Open Air 2014 დაიწყება. მე კვლავ სოფოსთან ერთად ვარ და ჯგუფი Weekend Pop-ი უნდა გაგაცნოთ და მისი სოლისტი სანდრო სულაქველიძე. სანდრო, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მოგესალმებით. მაინტერესებს პირველად იღებთ თუ არა თქვენი ჯგუფი მონაწილეობას Open Air-ზე? პრინციპში ხო, ამ სახელით პირველად ვიღებთ მონაწილეობას, აქამდე სხვა ბენდი ყავდა ერთად ისეთ და ეხა პირველად უკრავთ კი. რა პროგრამის წარსდგებით მაყურებლის წინ? ჩვენ დავუკრავთ ძირითადად ჩვენ სიმღერას, მაგრამ აი ამას რასაც ეხა უკრავთ, ამ ქავერი არის ეს თქვა. რა პოპის სტილში არის თქვენი მუსიკალური შექმნა? Weekend Pop-ს ვეძახი მე. და როდის შეიძლება მსმენელმა გიხილოთ თქვენ აქ? ჩვენ დავუკრავთ 8-ში, გავხსნით 8 დღეს ჩვენ. ანუ კვირა დღეს Weekend Pop-ი ხსნის თბილისი Open Air-ს. დიდი მადლობა თუ შეიძლება გააგრძელოთ ამ არაჩვეულებრივი მუსიკის დაკვრა. სოფო, მაინტერესებს საზღვარგარეთიდან ჩამოდიან არტისტები, ხო? ვინ იღებს მონაწილეობას, როგორ იქნება? წელს ან როგორც უკვე გითხარით, ძირითადად ქართველი არტისტები არიან წარმოდგენილები თბილისი Open Air-ზე, მაგრამ ის 4 არტისტი, რომელიც ჩამოდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ 7-ში არის China Woman ესეთი კანადელი არტისტი, რომელიც ჩვენთან ძალიან პოპულარული არის და ძალიან საინტერესო მუსიკოსი, ალინა არლოვა და 7-ს დახურავს ბრიტანელი მუსიკოსი ლაპალუქსი, რომელიც მგონია რომ ფანტასტიკურ წარმოდგენას გამართავს 7-ში. და მაინტერესებს რამე განსაკუთრებული მოთხოვნები ხომ არა აქვთ მათ, თქვათ, ღონისძიებას? იცი, აი ნაკლებად პრეტენზიულები აღმოჩნდნენ არტისტები, რომლებიც სტუმრობენ წელს, ანუ არის ძალიან სტანდარტული მოთხოვნები, რომ ანუ ტექნიკური რაიდერი რაც აქვთ მოთხოვნილი, აუცილებლად უნდა შევასრულოთ და განსაკუთრებული არაფერი. იმის გარდა რომ იქნება თავისუფალი გარემო, არაჩვეულებრივი მუსიკა, კიდევ რას თავაზობთ აქ მოსულ მსმენელს? მსმენელი, ვინც დღეიდან მოვა თბილისი Open Air-ზე, შეძლებს აი მაქსიმალურად განიტვირთოს 3 დღის განმავლობაში, მოწყდეს რეალობას. და ჩვენი სლოგანი რაც არის, რომ მუსიკა ათავისუფლებს რეალურად. კვლავ რჩება ეს სლოგანი, რა უნდა და 100%-ით გაამართლებს, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია მოვიდეს სცენასთან, დადგეს ლაივს მოусმინთ, ჩაერთოს 1000 გვარ სპორტულ გასართობებში, რომელიც იქნება ძალიან სახალისო თამაშები, არის ბარი რიფერი წარმოდგენილი, რომელიც იქნება ანუ კარაოკე დათოლომიძესთან ერთად, ასევე იქნება თავისი სცენა ძალიან მაგარი არტისტებით. გვექნება open microphone ესე ქვია, ანუ ეს არის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, აიღოს მიკროფონი და იმღეროს. ანუ 1000 საშუალება, რომლითაც რეალურად შეიძლება ფანტასტიკური ზოგადად მაყურებელს შევახსენეთ, რომ თბილისი Open Air-ის ეს არის 72 საათიანი მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც სხვადასხვა არტისტები იღებენ მონაწილეობას და მაინტერესებს მთელი დღის განმავლობაში თუ იქნება მუდმივ რეჟიმში, ან ნონ-სტოპ რეჟიმში მუსიკა. სწორად აღნიშნე, რომ ანუ ეს არის 3დღიანი გადამული 72 საათიანი მუსიკალური ფესტივალი. როგორც უკვე ვთქვი, 6 საათზე დაიწყება ლაივი და მთავრდება ღამის პირველ საათზე. თუმცა ამით არ მთავრდება ფესტივალი, რა თქმა უნდა, ბარ რიფერში გრძელდება. ფანტასტიკური არის ხო ბარ რიფერი, შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს აი ამ ადგილზე ლაპარაკი. ბარ რიფერში არის თავისი სცენა, თავისი არაჩვეულებრივი არტისტები, ძალიან პოპულარულები და მნიშვნელოვანები. სწორედ იქ გადაინაცვლებს შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში. დილის 5 საათზე დამთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ გამოძინების საშუალება მივცეთ ადამიანებს. დაისვერო და შემდეგ პირველ საათზე ისევ კვლავ განახდება. ბილეთებს რაც შეეხება, სოფო, ბილეთის ღირებულებაზეც რომ გითხრა და როგორც ვიცი, აბონემენტებიც გაქვთ. ხო, წელს არის ძალიან მეგობრული ფასები. ერთი დღის ბილეთის ფასი არის 15 ლარი, 3 დღიანი აბონემენტი არის 30 ლარი. ფაქტიურად გამოდის, რომ 15+15+15+15 გამოდის 30 ლარი. ანუ უფრო იაფასად შეგიძლიათ აბონემენტი შეიძლება. ანუ მესამე დღე ფაქტიურად უფასო გამოდის. და დარჩა თუ არა ბილეთები, რომ დღეს ვინც ვერ მოასწრო, რომ შეიძლება. ჯერჯერობით არის, ანუ შეგიძლიათ უკვე ფესტივალის ტერიტორიაზე მდგარ ჩვენს პატარა ვენში მობრძანდეთ და შეიძინოთ თუ გინდათ ერთდღიანი, თუ გინდათ 3 დღიანი, მე რა თქმა უნდა გირჩევთ რომ აბონემენტები შეიძინოთ და მაქსიმალურად განიტვირთოთ.
დაისვენოთ ამ 3 დღის განმავლობაში. ასე რომ ჯერ კიდევ დრო გაქვთ, ვისაც არ შეგიძლიათ არაჩვეულებრივ გარემოში მოხვიდეთ თბილისი Open Air-ს, ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ და გელოდებათ მოკლედ ღია ციშქვეშ ნიშის ტბაზე არსებული თბილისი Open Air-ი, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მე მაყურებელს შევახსენებ 6-7-ში და 8-ში, ასე რომ მოდით სასიამოვნო დღე გაატარეთ თქვენს მეგობრებთან ერთად. მე უნდა დაგემშვიდობოთ არამაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად. სასიამოვნო პოზიტიურ და ენერგიულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. კი არა, ეს მის არ გიმჩნევს.